Sarhi, Radio Imedze, Zaza Ჭიტანაოსთან ერთად. მშვიდობისა განვაგრძოთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში მუშაობა სტუდიაში ჩვენ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დაფუძნებელს ბატონ ოტო შაქარიშვილს მასმენძლობ გამარჯობა. მშვიდობის მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. დიდი მადლობა. ბატონ ჩვენ წინა კვირას საზოგადოებამ იხილა ის აქტივობა, რაც თქვენი განცხადების საფუძველზე უკვე შემდეგ პროკურატურაში გაგრძელდა, ბატონი გიორგი აბიანი დაკითხვაზე იყო და შემდეგ ჩვენ ეთერშიც მოგვეცა მასთან საუბრის საშუალება. გარკვეულწილად ამ სარჩელის არსეც გააკეთა განმარტება, რომ თქვათ იგივე საპარლამენტო სისტემაში მიმდინარე საგამოძიებო საქმიანობა უკავშირდება ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის პერიოდს და ეს უკვე დაფარავს ხელისუფლების შემდეგ მოქმედებებს. ეს ძალიან მოკლედ რომ მსმენელი იყოს საქმის კურსში და დაახლოებით 1 საათის წინ თქვენმა ორგანიზაციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს სახელი და ამ განცხადებაში აქცენტი არის გაკეთებული ისევ აი ამ გარედაშიდა ძალების კონსტრუქციის აი გრადობაზე, რომელიც ისევ ეფექტიანია ამ განცხადების საფუძველზე თუ იმჟელებს მაკენის ინსტიტუტზე გააკეთეთ აქცენტი. მოკლედ პროცესი დაიწყო იქ გენერალურ პროკურატურაში თქვენი სარჩელის საფუძველზე და ახლა ეს ამ განცხადებით კიდე რისი თქმა გსურთ თქვენ ვცდილობთ პროცესების ფორსირებას იგივე პროკურატურის მხრიდან მეტ ინტერესს თუ ჩვენ ვცდილობთ რომ გამოძიებას მაქსიმალურად დავეხმაროთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, იმისათვის რომ მოხერხდეს ერთხელ და სამუდამოდ გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რასაც აღნიშნული ძალები წლებია ხელს უშლიან საკუთარი აგენტურული ჯაშუშური და მტრული საქმიანობით. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო მის მიერ დაანონსებული და დაპირებული პროცესი, რაც გულისხმობს Deep State-თან ბრძოლას და Deep State-ის დემონტაჟს, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება მოკლევადიანი პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ძალიან ძლავრი ინფრასტრუქტურის, ძლავრი მანქანის შექმნა, რასაც ქვია Deep State-ის შესაბამისად, Deep State-ის ქართული და მათ შორის ის წარმომადგენლობა, რომელიც არის დარჩენილი ევროკავშირის ბიუროკრატიაში, შეიძლება ითქვას ინერციით განაგრძობს მუშაობას და ამის ნათელი გამოხატულება იყო Deep State-ის ერთ-ერთი განყოფილების, ესეთი წამყვანი მექანიზმის მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის ქალბატონი ლორა თორტონის განცხადება და პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოშლისათვის, იმისათვის რომ მოხდეს ეკონომიკური კრიზისი, თურმე აქ პურზე რიგები უნდა დააყენონ, ადამიანები უნდა აშიმშილონ, რომ საზოგადოებაში გააღვივონ საპროტესტო მუხტი, იმიტომ რომ რეალური მიზეზები ამისა არ არსებობს, ხო? დღეს განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაცა ესეთი სწრაფი ტემპით ხდება, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანარჩენი სამყაროს მისამართით, განსაკუთრებით ამ რევოლუციური ცვლილებების ფონზე ნათელი ხდება, რომ მთელი ეს მრავალწლიანი ისტერია იყო დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, ფარსზე, შესაბამისად ნათელი გახდა, რომ რეალური პროტესტის და მით უმეტეს იმ საფუძვლებით, ჭყალებში საფუძვლებით, რაც უდევს ამ მთელ რევოლუციურ პროცესს, არ არსებობს, ხო, ამის რეალური საფუძველი, მიზეზი და დღეს ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხდება ნათელი. მართალია ჩვენ ამაზე რაც შორის ამ სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია და წლების წინ შეიძლება ითქვას, ეხლა ვერ დავზრახავდით ამ ადამიანებს, რომ რაღაცა თქვათ წინსწრებით ვერ განჭვრიტეს და არ აღმოაჩნდათ ამის უნარი და ნიჭი, მაგრამ ნამდვილად გავაკრიტიკებთ და ნამდვილად ვიტყვით, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისგებლობის საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ იმ გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ხელმძღვანელობისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ აი ამ შედეგში, რაც ახლა დღეს დადგა და ხედავთ, რომ
რა მდგომარეობაშია უკრაინა და როგორია როგორი ბუნდოვანია და მძიმეა კიდევ შემდგომში მისი მომავალი, ხო? საერთოდ არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხელი შეეშალათ იმ ხალხისთვის, ვისაც მიყავდა პოლიტიკა, იმ ესე ვთქვათ, პროგნოზიდან, იმ აბსოლუტურად საღი აზრიდან გამომდინარე, ვთქვათ, რომელსაც შეეძლო განეჭვრიტა ის შედეგი, რაც შეიძლება მოეტანა ამ ომს და საქართველოს ომში ჩართვას, ხო? ამიტომ მათ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეს გარკვეული პირები ამაში პოლიტიკური პარტიები, NGO-ები, ეგრეთ წოდებული მედიების წარმომადგენლები ამაში ორგანიზებულად და დაფინანსებით და დავალებით მონაწილეობდნენ, ხო? და ამას ეხება სწორედ ჩვენი გამოძიებაც და ეს მთელი ამ დიდ სურათში, დიდ ფაზლში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ეს გამოძიება მივიდეს საკუთარ ლოგიკურ შედეგამდე და საქართველოში ჯაშუშური ქსელი მთლიანად მოხდეს მისი მხილება და განდევნა ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ხოლო ასე გვესახება მომავალში ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, იმიტომ რომ დღეს ასეთი ვითარება, ვთქვათ, მიდის Deep State-თან ძალიან სერიოზული და გამოცხადებული ღია ომი, ხო, რომელსაც აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელსაც 72 მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა მხარი, ხო? რა ვითარება იქნება ხვალზე, არ შეიძლება ამ ნაღმის შენარჩუნება ჩვენ შიგნით. ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება მათი პატრონების მხრიდან ნებისმიერ დროს მოვიდეს მოქმედებაში და კვლავ გადაიქცეს საფრთხედ ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ აუცილებელია ამ ნაღმის საფუძვლიანად განეიტრალება. ესეგებია. ჩვენ გუშინაც იყო პოლიტიკური შეფასება კალბატონი თონტონისა, რომელსაც აღნიშნა, რომ ეკონომიკურ კრიზისზე გააკეთა აქ აქცენტი ქვეყანაში, რომ შეიქმნას და ხელისუფლებაში ბზარის გაჩენას გააკეთა აქცენტი და დღეს საინტერესო შეფასება ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობის იდეოლოგიის სასწორკვეთილი ამოძახილია ეს განცხადება ქალბატონის მხრიდან გაკეთებული და ამის შემოქმედნი როგორც უკრაინის მაგალითზე ნახეთ ენთუზიაზმით სწირავენ სიცოცხლეებს და შემდეგ ჩრდილში იმალებიან. ხერად შეეხება უკრაინას. ჩვენ გუშინ არნახული რამ ვიხილეთ, როდესაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახიობობაც კი დაუწუნა ბატონ ზელენსკის ტრამპმა და თქვა, რომ 345 მილიონი დაახარჯინა ამერიკას ამ ომში და დიქტატორიც კი უწოდა, რაც გაუგონარია. ამის ფონზე ბატონ ზელენსკის ჰქონდა ამერიკის წარმომადგენელთან შეხვედრა და მათი შეხვედრა არ დასრულდა ისე, როგორც ამას ელოდა ტრამპის ადმინისტრაცია და ამას მოყვა შემდეგ ეს შეფასება. არც შედგა საერთო პრესკონფერენცია იყო. პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ხო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ტრამპმა ისე დაიწყო პირდაპირ მოსკოვთან დიალოგი, რომ საერთოდ ევროკავშირი ევროპული სტრუქტურების საქმის კურსში არ ჩააყენა და შემდეგ ეს შეხვედრაც რიადში გამართა და თქვათ მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც თეორიულად შეეძლო მას ჩასვლა, არც ჩავიდა და თავისი პირველი პირების დონეზე გავიდა და ეს პლატფორმა გამოიყენა კიდევ ერთ საშუალებად, რომ იგივე რუსეთის წარმომადგენლებთან თუნდაც კომუნიკაცია ქონოდა და ზელენსკისთან. მოკლედ, რამდენად ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ შეძლებს ევროკავშირი თავისი შესაძლებლობის მოპოვებას იმ კუთხით, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ასე ვთქვათ პოლიტიკური აღიარება მოხდეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მათი. თქვენ გუში გავცელა ინფორმაცია, რომ შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტი მიიწვიოს ამ თემაზე. ამ ფორმაციის ამ ბიუროკრატიის პირობებში ცხადია ევროკავშირი ვერ შეძლებს საერთოდ საკუთარი როლი დაიბრუნოს საერთაშორისო პოლიტიკაში. აქ ცოტა უფრო შორიდან რომ დავიწყოთ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზეც მისი სიტყვის თავარი ასე ვთქვათ საკვანძო სიტყვა იყო საღი აზრის დაბრუნება. და მთელი ეს პოლიტიკა, მისი გადაწყვეტილებები, განკარგულებები, მოქმედებები შიდა თუ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ეფუძნება საღაზრს. ტრამპი ამბობს, რომ აბრუნებს ამერიკის პოლიტიკაში საღაზრს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ საქართველოს პატარა ღირსეულმა ქვეყანამ
სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ ეს საღი აზრი საერთოდ არ მიგვეტოვებინა და ამ საღი აზრის ფარგლებიდან არ გავსულიყავით. და ჩვენ დღეს არ დაგვიწყია ამაზე ლაპარაკი, გაცილებით უფრო ადრე, 3 წლით ადრე ვამბობდით და არა მარტო ვამბობდით, არამედ ჩვენი ქვეყანა მოქმედებდა საღი აზრზე დაფუძნებული და საღი აზრიდან გამომდინარე, რაც არ იყო მარტივი პროცესი, უკანასკნელ 3 წელს თუ შევხედავთ, საქართველომ გაიარა ძალიან სერიოზული ბრძოლა რამხელა წნეხს, რამხელა ზეწოლას, რამხელა შანტაჟს გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ ერთობლიობაში. ქართული ოცნების გუნდმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებამ, რომელიც არ წამოეგო არანაირ, ესე ვთქვათ, არც შანტაჟზე, არც რაღაც ამ სიგიჟეზე, რასაც ერქვა, ყველას კარგად გახსოვთ განცხადებები, რომ აი ხალხო, უკრაინა იმარჯვებს, ჩვენ არ ვართ ამ გამარჯვების მონაწილეები, რო გაიმარჯვებს უკრაინა, მერე სად ვიქნებით ჩვენ, ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა. გახსოვთ ხო, სად არის ეს შესაძლებლობების ფანჯარა? რა იყო ის შესაძლებლობების ფანჯარა? ანუ ჩვენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ამ ომში ჩართვისკენ და დღეს საერთოდ იარსებებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა, ესე ვთქვათ, მარტივი საპროგნოზოა უკრაინის მდგომარეობას თუ შევხედავთ, ხო, რა დღეშია 45 მილიონიანი ევროპის ტერიტორიაზე უდიდესი სახელმწიფო, ხო? ისი ტერიტორიით და ჩვენ აი ამაში გვეპატიჟებოდნენ. ჩვენ არ წამოვეგეთ ქართული საზოგადოება, ქართული ოცნების ხელისუფლება არ წამოეგო აი ამ გახსოვთ თქვენ ვიქტორია ნულანდის ცნობილ ორცხობილებზე, რომელსაც იგი საკუთარი ხელით არიგებდა 2014 წელს მაიდანის პროცესების დროს. და ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ესე ვთქვათ, გამოიჩინა ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა და ჩვენი ქვეყანა 3 წლით ადრე ხელმძღვანელობდა იმ პოლიტიკით და იმ საღი აზრიდან გამომდინარე, რომელზეც დღეს დაბრუნდა და ხდება მეინსტრიმი ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა, ხო? ეს რა არის, რომ და გლობალურ ფორმატში უკვე კი, ეს ხდება რეალურად მეინსტრიმი და ის რაც ის ცივი შხაპი, რაც ვიცე-პრეზიდენტ ვენსმა ევროკავშირის ბიუროკრატიას გადაასხა მიუნხენის კონფერენციიდან, არა შორიდან, არა ვაშინგტონიდან, არამედ შიგნით, ესე ვთქვათ, მათივე სივრცეში, მათივე სივრციდან იმ აუდიტორიაში, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ აი ამ მართავდა ევროკავშირს, ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს, რომელიც არ ეფუძნებოდა ევროპელი ხალხის ინტერესებს, არ ეფუძნებოდა ევროპის ესე ვთქვათ, ძლიერების შენარჩუნებას და უზრუნველყოფას, არამედ ემსახურებოდა deep state-ის და კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც მართავდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს წლების განმავლობაში, ვიდრე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, ხო? და ეს ყველაფერი ხა ზედაპირზე ამოდის. ის რაზეც ჩვენ მიუთითებდით, რაზეც ვსაუბრობდით, რაზეც მოყავდა კონკრეტული მაგალითები, ფაქტები, მტკიცებულებები, დღეს ამას თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აკეთებს, ხო? პრეზიდენტი ტრამპი, ილონ მასკი, რუბიო, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და ხდება მათი მხრიდან, ესე ვთქვათ, შიგნიდან ამ ყველაფრის მხილება. იქნება ეს USAID, NED, იმ ფულის და იმ თანხების განკარგვა, რომელიც ამერიკის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან იკრიბებოდა, როგორ ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმ ჩეინჯებს, ეგრეთ წოდებულ რეჟიმ ჩეინჯებს, სასურველი ხელისუფლებების მოყვანას, არასასურველი ხელისუფლების დამხობის გზით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ აბსოლუტურად შეშლილი, ეს ტრამპაც ასე უწოდა, შეშლილი ლიბერალური იდეოლოგიის, LGBT იდეოლოგიის გაბატონებას მთელ სამყაროში და ამან მიიყვანა სწორედ ევროკავშირი იმ მდგომარეობამდე, ევროკავშირი დღეს არის აბსოლუტურად იმპოტენტი საერთაშორისო პოლიტიკაში და ეს არ არის არავის სხვის ბრალი, ეს არის მათი ბრალი და ამის პრობლემები მათ შიგნით უნდა ეძებონ, როგორც ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუთითა. იმის ბრალია ეს ყველაფერი, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ LGBT იდეოლოგიით ჩაინაცვლებინათ ქრისტიანობა და ტრადიციული რელიგიები. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ გაეხსნათ ევროპის საზღვრები და ეს უკონტროლო მიგრაციით
ეროვნული იდენტობა ფაქტურად მოეშალათ და მოერღვიათ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ უსამართლო, აბსოლუტურად არაობიექტური პოლიტიკა ეწარმოებინათ თუნდაც ჩვენი ქვეყნის მისამართით და იმ ქვეყნების მისამართით, რომლებიც აი ამ გიჟურ აბსოლუტურად შეშლილ პოლიტიკაში არ მიყვებოდნენ ევროკავშირის ბიუროკრატიას და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დააყენა ის შედეგი, რომ ეს ევროკავშირი საერთოდაც არ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ტრამპი და პუტინი ისე მსჯელობენ, რომ საერთოდ იქ არც არავის ახსენდება ევროკავშირის თუ ევროპის ალგეული ქვეყნების წარმომადგენელთა არსებობა მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივ და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ის პროცესები, რაც ევროკავშირში ვითარდება, ჯანსაღნაწილს გულისხმობ ამ შემთხვევაში მემარჯვენე კონსერვატიული ძალების მოძლიერებას ევროპის ქვეყნებში და ეს არ არის უკვე ესე ვთქვათ მცირე მასშტაბიანი, ეს უკვე რამოდენიმე ქვეყანაში ისინი იმარჯვებენ, გამოკითხვებით არიან პირველ ადგილზე, იგივე გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის პარტია, რომელსაც ესე უპირისპირდება ხო ეს ძველი ევროპული ბიუროკრატია. აჩენს საერთო ჯამში ეს პროცესები იმის იმედის ნაპერწკალს, რომ ევროპა თავის თავში მოძებნის ძალას და რესურსს, რომ დაუბრუნდეს საღაზრს და ამით რა თქმა უნდა გადაირჩინოს საკუთარი თავი, ასე რომ დაველოდოთ ძალიან დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობთ და შეიძლება ითქვას, რომ ყოველ საათში ხდება ისეთ რევოლუციური მნიშვნელობის, ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები ჩვენს თვალწინ. აგერ ახლა კიდე ინფორმაცია, რომელიც ინიცირებულია რესპუბლიკელი ერთ-ერთი სენატორის მხრიდან, იუტას შტატიდან, ამერიკის კონგრესში და მისი საკანონმდებლო ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ გაეროდან გავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები. საინტერესოა ის, რომ როგორც ჩანს სინქრონიზებულია, იმიტომ რომ თქვათ მსგავსი შინაარსის კანონპროექტის ინიცირებას ასევე გეგმავენ წარმომადგენელთა პალატაში, ანუ ქვედა დონეზე და საკანონმდებლო დონეზე. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და როგორ განხორციელდება ერთია, თუმცა ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იგივე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლობირებდა ხელს ხარდაჭერას უცხადებდა და თალსახად ყველა ქვეყანას მოუწოდებდა, რომ სწორედ ამ ფორმატში ქონოდათ საერთაშორისო კომუნიკაცია, რასაც ქვია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სხვადასხვა ორგანიზაციები. თავადვე ამბობენ ამერიკელები, რომ კორუმპირებული სისტემა დროს ეფექტიანად ვერ გაუმკლავდა და ჯერ მათი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სერიოზული კრიტიკა ებრაელების მხრიდან მოვისმინეთ ამ კონფლიქტის ფონზე. კითხვა მიმყავს საით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ახალი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ცალსახად, ხო? და აქ უკვე ძალაზე არის აქცენტი გაკეთებული. სწორედ ძალა განაპირობებს ბევრ რამეს და შესაძლებლობა აქ მარტო სამხედრო ძალა არ იგულისხმება. თუ ეს როგორ განხორციელდება გაეროდან ამერიკის გასვლა ცალკე თემაა, მაგრამ დაახლოებით იგივე სულისკვეთება ჩვენ ტრამპის მხრიდან მოვისმენთ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ, ხო? ამბობს, რომ ყველაზე მეტი ფინანსური დონაცია ჩემი ქვეყნის მხრიდან არის და ევროპელების უსაფრთხოება აქ მაღალია, ამიტომაც მეტი წილი გაიღეთ ფინანსური. კითხვა, აი ამ მოდელირების ხელახალი კონსტრუქციის შექმნის ფონზე, როდესაც ტრამპი პირდაპირ ესაუბრება მოსკოვს და შემდეგ ალბათ ჩინეთთან დაიწყოს პირდაპირ კომუნიკაციას. აი ამ მოცემულობაში როგორ ხედავთ სოფლიოს ახალი წესრიგის ფორმაციას და ამ ფორმაციაში ჩვენს ადგილს? ჩვენ რას ვამბობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, პროგნოზირებდით, გძნობდით და სახეზე იყო, რომ ინგრეოდა ის ძველი აქამდე არსებული, აი ცივი ომის შემდგომ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში არსებული ეგრეთ წოდებული მსოფლიო წესრიგი და ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და არ უნდა მოვყვეთ ამ ნანგრევებში, ხო? ეხლა ვხედავთ ამის აბსოლუტურ დეკონსტრუქციას, იშლება, ინგრევა, როგორი იქნება საბოლოო ჯამში, რა ფორმას მიიღებს, რა ფორმაციის იქნება ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.
მაგრამ თავარი ჩვენი კონტექსტი, საქართველოს კონტექსტი, რაც თქვენი კითხვის მეორე ნაწილი იყო, ის არის რომ იმ თამაში, ესე ვთქვათ, იმ ველზე, სადაც ჩვენ არ შეგვიძლია ასე განსაკუთრებული შევცვალოთ, შევქნათ, იქ არ შეიძლება რომ შეხვიდე, ესე ვთქვათ, ძალით სადღაც, ესე ვთქვათ, რაც აუცილებლად გამოიწვევს სადაც აუცილებლად დაზიანდები რეალურად, სადაც აუცილებლად დაზიანდები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა, ეს არის ამომავალი წერტილი, რაც დაწყებული გვაქვს, რა გზასაც დავადექით მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც საკმაოდ შეიძლება ითქვას ძვირად დაგვიჯდა, ძალიან ბევრი პროცესი გადავიტანეთ, სადაც აი ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, იყო არაერთი ფაზა რევოლუციური პროცესებისა, რომელიც სწორედ აი ამ სისტემის, აი მანქანის მიერ იყო ორგანიზებული, დაფინანსებული, ხელშეწყობილი და განხორციელებულიც და აი ამ ხელა პროცესში ჩვენი ქვეყანა დღეს დგას იმ ვითარებაში, რომ არის აბსოლუტურად საინტერესო აი ამ ახალ რეალობაში იმ ქვეყნებისთვის, რომელიც განსაზღვრავენ ამ ახალ მსოფლიო წესრიგს, არის სანდო პარტნიორი და ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს ჩვენ ბედზე საქართველოში მივიღებთ. ხო, რას ვითხოვდით? მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი მოთხოვნა იყო, მოგვეცით უფლება ძალით არ დავანგრიოთ ჩვენი ქვეყანა და თავში არ დაგვეცეს ბომბები. აი ამის უფლებას ვითხოვდით, ხო, მხოლოდ. და ამას ეძახდნენ ანტიდასალურ რიტორიკას და გამოსვლები იყო ქუჩებში და რევოლუციურ პროცესზე მიდიოდნენ და შტურმი პარლამენტზე და ცეცხლი რუსთაველზე და ქვეყნის რყევა და დესტაბილიზაცია, ხო და დღეს რა ვხედავთ? რომ ის რასაც ჩვენ ვამბობდით, არის ამერიკის პოლიტიკის მეინსტრიმი და ამერიკის პრეზიდენტი იმავე სიტყვებით, იმავე მოქმედებებით, იმავე კანონებს იღებს საკუთარ ქვეყანაში, რაც ჩვენ 2 წლის და 3 წლის წინ მივიღეთ და ესე ვთქვათ, აწარმოებს იმავე პოლიტიკას, ხო და დღეს ვხედავთ, რომ იგივე ძალები, იგივე ქსელი, ეს აგენტურული ქსელი დღეს ჩამომდგარია და პირდაპირ დედას აგინებს უკაცრავად ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც 72 მილიონმა ამერიკელმა ხმა მისცა, ხო და ეს არ არის თურმე, ხო, ანტიდასალური რიტორიკა და ასე ფიქრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და დაზიანებული ურთიერთობების აღდგენას, ხო? ეს ურთიერთობები რამ დააზიანა წინა ადმინისტრაციამ, აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნის მისამართით და იმან რომ რაც წერან აღნიშნე არ გვაძლევდნენ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობაზე გვეზრუნა, გადარჩენაზე გვეზრუნა იმ ვითარებაში, სადაც არსებობდა გაცხოველებული ინტერესი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ხო და ამ ფონზე ხა ოპოზიციის ხშირად ამბობდნენ, რომ ვინ არის აი ეს Deep State ან აი ეს გლობალური ომის პარტია, სად არის დაგვანახეთ, ხო? აი ნახეთ, ვინ ჩამოდგა, გნებავთ ევროპული ბიუროკრატიიდან, გნებავთ საქართველოში მათი აგენტურული ქსელიდან, ვინ აგინებს პრეზიდენტ ტრამპს, ხო? კრიტიკაზე არ არის საერთოდ ლაპარაკი, პირდაპირ ამბობენ ამერიკის პრეზიდენტზე, რომ FSB-ს თანამშრომელია. წარმოიდგინეთ. და ამაზე დუმს ამერიკის ელჩი. ამაზე დუმს ევროკავშირის ელჩი, ამაზე დუმს ის ბიზნესი, NGO-ები თუ მედიები, რომლებიც ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას ითხოვდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტული პოზიციის და საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო დამოკიდებულების გამო გავაკრიტიკებდით ხოლმე ან ელჩს, ან ევროპულ ბიუროკრატიას, ან ამერიკის ადმინისტრაციას აბსოლუტურად კორექტულად და სამართლიანად. და დღეს ვხედავთ, რომ პირდაპირ მედის თავდასხმა და დედის გინება და შეურაცხყოფის მიყენება და პუტინისტის და FSB-ს თანამშრომლის ძახება, ხო, ამერიკის პრეზიდენტზე. კიდე ერთხელ ეს არის იმის დასტური, რომ აბსოლუტურ ფარსთან მქონდა ჩვენ საქმე და არანაირი აქ პროდასავლელობა თუ ანტიდასავლელობა არაფერ შუაში იყო, აქ იყო ერთი დიდი მძლავრი ინტერესი, რომ ქვეყანაში მომხდარიყო მორჩილი ხელისუფლების მოყვანა და იმ ხელისუფლების გასტუმრება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის არაკონსტიტუციური გზებით, რომელიც ზრუნავდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და არ ექვემდებარებოდა არ შანტაჟს, არ ძეწოლას და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ ცვლიდა
ზღვის კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე და ეს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა და ყოველი წუთი, ყოველი წამი აი ძალიან აქტიური პოლიტიკური ფაზისა, საერთაშორისო პოლიტიკური ფაზისა ტემპი არის არნახული ტემპია, მართლაც ამას ადასტურებს. კი ბატონო. და ჩვენ რო ვიყოთ ძალიან მყარად და მზად იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ღირსეული, მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი შეიძინოს ამ ახალ წესრიგში, შიდა პოლიტიკა უნდა იყოს აი გასუფთავებული, გაწმენდილი აი ამ აგენტურული ქსელისგან, შიდა მტრებისგან, რომლებიც მუშაობენ უცხო ქვეყნებზე და უცხო ქვეყნებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებზე, იმ ძალებზე, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ ამხელს კორუფციაში, ომების გაჩაღებაში, რეჟიმ ჩეინჯებში და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული warmongers, ომის მომხრეები, რომლებსაც ესენი წარმოადგენენ, იქნება ეს მაკეინის ინსტიტუტი, მათი ხელქვეითის სტიპენდიანტი სალომე ზურაბიშვილის სახით, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, თუ NGO-ებსა და პარტიებში გადანაწილებული აგენტურული ქსელის სახით. ამიტომ ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრცე ამ ნაღმისგან საბოლოოდ უნდა გავუნაღმოთ და გავათავისუფლოთ, რომ შევძლოთ აი ამ პოლიტიკის წარმოება, რომელმაც მოგვიტანა წარმოუდგენელი პოზიტიური შედეგი, რომ დღეს არ ვართ იმ ტრაგედიის ნაწილი, რაც უკრაინის თავს ხდება. დაახლოებით 4-5 წუთი გრჩება ეთერის დასასრულამდე და იმავე თემით რომ დავასრულოთ რითიც დავიწყეთ, დავუბრუნდეთ მას. ჩვენ მოვისმენთ თქვენი საჯარო განცხადება სარცელთან დაკავშირებით პროკურატურაში და შემდეგ გამოკითხვა დაიწყო თქვენი კანდიდატების და აქცენტი გაქვთ საჯარო გამოსვლებზე და თქვენი მსჯელობის ლოგიკას თუ მივყვებით, ის პოლიტიკური ინექციები რომელსაც ადგილი ქონდა უკვე სწორედ ეს გარეძალების მიერ ინიცირებული აქტივობები, რაც შემდეგ რის განხორციელებაც ხდებოდა და პოლიტიკური ტრანზაქციების მარშრუტი ამ თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე იყო შტატები, ოკეანის გაღმიდან ევროპა, ევროპულ ბიუროკრატიაზე მიუთითებდით თქვენ სალსახად და შემდეგ საქართველო. შტატებში, როგორც აღნიშნეთ, ახლა ბატონ ტრამპს საერთოდ არნახული მოქმედებები აქვს დაწყებული და საოცარი იყო და გამოუგნებელი არა მხოლოდ ტრამპის, არამედ ილონ მასკისა თუ მისი გუნდის სხვა წევრების მიმართ საერთოდ ეტიკეტს მოკლებული ფორმატით შემკობა ამ ადამიანებისა და ახლა ამ ლოგიკას თუ მივყვებით, იგივე ევროკავშირში ჯერ ძველი პოლიტიკური ამინდია, ასე თქვა. როდემდე გაგრძელდება ეს და მისი ანარეკლი ჩვენთან რა დრომდე გასტანს თუ თქვენ მსჯელობას მივყვებით? კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ინერციით გრძელდება, მათ შორის დღევანდელი ჩვენი განცხადება სწორედ ამას ეხებოდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის, საქართველოში მორჩილი, მონური ხელისუფლების მოყვანის ინტერესი არ განეიტრალებულა საბოლოოდ, ეს ცოცხალია ეს ინტერესი და საქართველოში მათ ჯერ კიდევ აქვთ ბერკეტები აი ამ ჯგუფების სახით, ხო, იქნებიან ეს პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედია საშუალებებში, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, პარტიულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ რეალურად და ვამბობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ უნდა მოხდეს აი ამ ქსელის მოშლა და მათგან გაწმენდა ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრცის წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სულ იქნება, ესე ვთქვათ, მუდმივი მოქმედი საფრთხე ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ Deep State-თან ბრძოლა, რომელიც დონალდ ტრამპმა წამოიწყო, ყველას გვესმის, რომ ეს არ არის რაღაცა ერთდღიანი პროცესი და მას დონალდ ტრამპს არ შეუძლია ერთი განკარგულებით ან ერთი გადაწყვეტილებით მისი საბოლოო ჩამოშლა, ხო? იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში იქნებოდა, ხედავთ როგორი დაპირისპირება არის ტრამპის პოლიტიკის მიმართ. სხვადასხვა წრეებში იქნებიან დემოკრატები თუ მათ შორის რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც კი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ფართო ქსელი და ეს არ იყო მხოლოდ ერთპარტიული ქსელი, ხო? ეხლა მაკეინი მაგალითად რესპუბლიკელი იყო და ვთქვათ ეს არ განსაზღვრავდა ეს არ იყო ამომავალი წერტილი იმისა თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებდნენ ისინი. აქ არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ეს არის Deep State-ი, ეს არის ის ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ომების წარმოებაში, გრძელვადიანი ომების წარმოებაში და ამ ომების, მათ შორის უკრაინის ომის
საზღვრების გაზდაში, რაშიც მოიაზრებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ხო? ეს არის რეალური საბოლოო მიზანი იმ ინტერესისა, რასაც ქვია საქართველოში ხელისუფლების გამოცვლა ნებისმიერი გზით, ხო? ეს არის ფუნდამენტი და ამაზე იყო შემდგომ დაშენებული მთელი ეს პროცესები მაკენის ინსტიტუტის გეგმა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც დაიწყო მოქმედება ძალიან მასშტაბურმა ქსელმა. წარმოიდგინეთ, ერთი ესე ვთქვათ NGO, ამერიკული NGO, მაკენის ინსტიტუტი წერს რაღაც გეგმას, რამოდენიმე პუნქტიანს, რომლის მიხედვითაც მოქმედებას იწყებს ამერიკის პოლიტიკის ისტებლიშმენტი, კონგრესი, სენატი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, think tank-ები, ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები, შემდგომ ევროკავშირის ბიუროკრატია, ცალკეული წევრი ქვეყნების პარლამენტები, მთავრობები და საქართველოში მოქმედი მთელი ჯგუფი, ხო, NGO-ების, პოლიტიკური პარტიების, მედიების, ცალკეული პირების, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტების, ამ მასშტაბის ქსელთან გვაქვს საქმე, ხო? რატო ვინ არის ეს ორგანიზაცია? ცხადია, ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის სპეცსამსახურების ნაწილი, ამერიკული სპეცსამსახურების ნაწილი, Deep State-ის ინსტრუმენტი და განყოფილება, რომელიც ახდენდა აი ამ ფართოქსელის კოორდინაციას და რომელიც გასცემდა დავალებებს და რომელიც მათ შორის აფინანსებდა, ხო? იმიტომ რომ ეს ფონდები USAID, NED, EID, ევროპის ნაწილში თუ გადმოვალთ, ეს ფონდები იყვნენ სწორედ ამ ორგანიზაციასთან კავშირში და ახლა 20 იანვრის შემდეგ მიდის აი ამ დოკუმენტების გამოვლინება, ვნახეთ რომ 51 მილიონი დოლარი იყო ამერიკაში შემოსული, რომელიც პირდაპირ აქედან 15 მილიონი პირდაპირ ემსახურებოდა ახალგაზრდებზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას და მათ შეცდომაში შეყვანას, ეგრეთ წოდებული რო ეძახიან, ხო? გულანთებული და გულწრფელი ახალგაზრდები, თვითორგანიზებულები, ვითომ და ნეიტრალურები სინამდვილეში იყვნენ პირდაპირ მართული დაფინანსებული და ეს პროცესები იყო სწორედ ამ დოლარების შედეგი, რაც გადაუჭრა და შეუწყვიტა ამერიკის პრეზიდენტმა და აქედან არის გამომდინარე მათი ფრუსტრაცია, მათი სასოწარკვეთილი ნაბიჯები და ის ისტერია, რაც ჭირთ დონალდ ტრამპის და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მისამართით. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის. რადგან სპეციალს შევახსენებ, რომ ჩვენ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელს ბატონ შაქარიშვილს მასპინძლობდით და აქვე მას ვისარგებლეთ შემთხვევით და ვთხოვეთ განემარტა ის განცხადებაც, რომელიც მისმა ორგანიზაციამ უკვე დაახლოებით 2-3 საათის წინ გაავრცელა. თუ არ ვწდები, მადლობა კიდევ ერთხელ. თბილისის დროით ახლა 14 საათი 48 წუთი გახლავთ, დაახლოებით 12 წუთში მორიგი საინფორმაციო გამოშვება გელოდება წინ დროებით.